დღეს დავაგებულეთ საქართველოში ყველაზე ძვირიან და განსხვავებულ ნაყინებს ხალხო. გვექნება მილკა, ტვიქსი, ორეო, სნიკერსი, M&M's და Ferrero Rocher. სანამ დავიწყებთ აუცილებლად უნდა გამოგვიწერო, აუცილებლად არ დაგვიწყდეს, გამოგვიწერე. დავიწყოთ მილკად. ხილი აყრია ბიჭო. ეს არის მოკლედ კენკროვანი კენკრებით. სახში აკეთებული მირჩევნია, ჩვეულებრივ რომ ჭიქის ნაყინი და კენკრა ზევიდან დაყრილი. არ არის ხო რა გემრიელი სიმართლე ვთქვა. 7 ლარი ღირს ეს. ძალიან იაფასიანი ნაყინის გემო აქვს. ტვიქსი. ტვიქსისგან მეც მოვალოდი მართლა. მეც. შუაში აქვს რაღაც ბურთულები. ხრაშუნა ბურთულები და დანჩენ ჩვეულებრივ ნაყინია. როგორ ტვიქსის გემოზე წაიყვანდა და გადავირეოდი, დამიტყდა. ორეო. შემდეგ იქნება ორეო ხალხო. ეს არის სენდვიჩი. ცოტა მიჩათლახებულია, მაგრამ რა ორეოს გავს. კაი, მაგრამ სახში აკეთებული ორეოს ნაყინები რომ მირჩევნია, უნდა მართლა. ხრაშუნა რბილი არის უბრალოდ ეს, მე ხრაშუნა მივიღე. ძალიან დარბილებული არის, ეს რომ ხრაშუნა იყოს ვაფლი, იქნებოდა ძალიან კარგი რა. გარშემო ჯობია. ყველაზე კაი ეს არის. დავდივართ ახლა ყველაზე საინტერესოებზე ხალხო, სნიკერსი. ესეთი სნიკერსის ნაყინი გინახავთ საერთოდ, მე არ მინახავს პირველად ნახავს. აი. ასინჯე. მაგრამ კიდე აუცილებლად გამოგვიწერე, არ დაგავიწყდეს რა გთხოვთ. აბა სნიკერსი. დევიდან გიტოვებს გემოსო სნიკერს ჭამ, მაგრამ ოდნავ ისიც რა, რომ შეჭამ, მერე უკვე იმზევითაც, აი ქვევით უბრალოდ ნაყინს ჭამ. აი ეს მაინტერესებს მე ყველაზე მეტად. აი რას M&M's-ი. რას ელოდებია შიგნით გქონდეს. მე ვფიქრობ, რომ შიგნით უნდა ეყაროს ეგენი რა. მიფუთხებული ვით აყრია რა არის. აბა შეხედეთ. ძალიან ცოტა აყრია. ვანილის ნაყინში M&M's-ები რო ჩაყარო, აი ეგ არის. აი ვაფშე არაფერი განსხვავებული. ყველაზე ძვირიანი ნაყინი. Ferrero Rocher, Rocher-ის ნაყინი. გამოიცნობთ რამხელა? ოპ! მე არ მომეწონა. მე მომეწონა. აი ჩვეულებრივი თხილიანი ნაყინია, რომ ხო, ანუ როგორც ნაყინი მომეწონა, მაგრამ როგორც Ferrero Rocher-ი, ნუ არაფერი საერთო არ აქვს რა.